პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. დღეს გველოდება ძალიან მძიმე პოდკასტი. ესეთი ესეთი შემთხვევა ნამდვილად არ გქონია მთელი ამდენი წლის განმავლობაში. თქვენ გაბრალებენ იმას, რომ თქვენ გაყიდეთ 5 შვილი? და მე-6 დაიტოვეთ. ის მესამე, მე-4 და მე-5 შვილები, რომლებზეც გაბრალებენ, რომ გაყიდეთ. სად არიან და რა მოხდა? თქვენ თვითმკვლელობად ცადეთ სხვისი შვილის სასაფლაოს. გადარჩენის შანსი იყო მხოლოდ 10%. 10%. და იმ ქალბატონმა არ იცის თქვენ რომ მისი შვილი დაკრძალეთ? ანუ მამამ თვითონ მოგპარათ თქვენ შვილი? და რომ არ ყოფილიყო თქვენი შვილი და სისხლის სამართლის დანაშაული რომ ჩაიდინეთ? ის ერთი ჩაფუტება მიღწევა ფენს ჩემს ვიწოთ. ანუ მართლა ჯერა რომ თქვენ ის გაყიდეთ? მინდა რომ თქვენ შვილს მიმართოთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ბეძებ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი იქნება განსხვავებული. დღეს პოდკასტი იწერება განსაკუთრებულ და განსხვავებულ გარემოში, თუმცა თქვენი პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტ პოინტში. არა მარტო პოდკასტი, არამედ ვლოგი, ინტერვიუ, რეკლამა თქვენი სოციალური ქსელისთვის და ნებისმიერი რამ, რისი გადაღება წარმოგიდგენიათ და არ წარმოგიდგენიათ დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ გაიგოთ იმ ნომერზე, რომელიც არის აქ მითითებული. მე დღეს ვარ წარმოდგენილი ჩემი ჯილდოებით, რომელიც შემოვიდანე ვარშავადან, თუმცა ეს ჯილდოები მხოლოდ მე არ მეკუთვნის, რა თქმა უნდა, ეს ჯილდოები პირველ რიგში ეკუთვნით ჩემ გოგოებს. რაც შეეხება ამ ჯილდოს, ეს ჯილდო არის იანუშ კორჩაკის სახელობის, როგორც თქვენ ძალიან კარგად იცით, იანუშ კორჩაკი ბავშვთა უფლებების დაცვას შეეწირა და ეს ჯილდო არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა მარტო ჩემთვის, არამედ ალბათ ყველა ქართველი აშურებული ბავშვისთვის, იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი უცხოელი და ეს იყო პირველი ნომინაცია წლევანდელ წელს, რომელიც 2026 წლიდან აწი უკვე ყოველ წელს სხვადასხვა არაპოლონელ ადამიანს გადაეცემა. და მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელიც წარადგინეს ამ ნომინაციაზე და რომელსაც ეს ნომინაცია მოიგო. ნომინაცია არის პუბლიკაციისთვის, ანუ იმ შრომისთვის, რომელიც მე და ჩემმა გოგოებმა გავწიეთ და იმ ისტორიებისთვის, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანეთ. ეს ამბავია. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს, ჩვენი სპონსორი არის ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახედან გაუსრულად ამანათის გაგზავნას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო საკურიერო მომსახურებით. ირინი თრეველი თავაზობს სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის ქალბატონი ქეთი, რომელმაც უმძიმესი ისტორია გამოიარა. მან 23 წლის წინ ბავშვი დაკრძალა, თუმცა ბავშვი გვერდზე ქალაქში იპოვა. რატომ არ აქვს მას შვილთან ურთიერთობა და რას ეუბნებიან მის შვილს აღმზრდელი მშობლები, ამას ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ. ქეთი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამოძებნეთ, რომ ჩვენ გაგვსაუბრებოდით. ჯერ პირველ რიგში იმიტომ რომ არ ცხოვრობ საქართველოში, ხართ ემიგრაციაში და ვიცი თქვენი გადატვირთული გრაფიკი და მეორე რიგში იმიტომ რომ როგორც უგვეთავად აღნიშნეთ ეთერს გარეთ, დღეს გველოდება ძალიან მძიმე პოდკასტი. ამ პოდკასტის ჩასაწერა ძალიან დიდი ძალაა საჭირო და მადლობა ამ ყველაფრისთვის. მოგესალმები და მადლობა შენ ყველაფრისთვის. კი ვამბობ, კი ვიმზადებოდი მზადვა რომ არა ცრემლები მელოდება, მაგრამ ეს ის შემთხვევა ალბათ არც ყოფილა, ამდენი წელია ჯგუფი არსებობს ესეთი შემთხვევა. ესეთი შემთხვევა ნამდვილად არ გქონია მთელი ამდენი წლის განმავლობაში. და ამიტომ მოვიკრიფე ყველა ძალა, თუ კი რაიმე გამაჩნია, ისევ და ისევ დავარღვიე დუმილი და მსათვა. ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ჩემი დედობა დავამტკიცო. თქვენ გაბრალებენ იმას, რომ თქვენ გაყიდეთ თქვენი შვილი. არა, შვილები, 5 შვილი. თქვენ გაბრალებენ იმას, რომ თქვენ გაყიდეთ 5 შვილი? კი, და მე-6 დავიტოვეთ. და მე-6 დაიტოვეთ. ის 5 მოდი თავიდან დავიწყოთ. რომ არავირიოთ. კარგით.
გათხოვ თელაველი ვარ მე. თელავში დაბადებული და გაზრდილი ვარ. თელავში ვიყავი გათხოვილი, კიდევ კაი მადლობა უფასო თელავში ვიყავი გათხოვილი. მოხდა ეს შემთხვევა პირველი ბავშვი მოსლაში გარდამეცვალა დედობა მინდოდა ძალიან, იმიტომ რომ ალბათ დედის ერთა რო არ მინდოდა რომ ეცქო ბევრი შვილები მყოლოდა. ხას გაუსვალ, რომ საკმაოდ ძლიერ ოჯახში გავიზარდე, ანუ ეკონომიურად არ გვიჭირდა. ანუ იმიტომ რომ მე მაბრალებდნენ ფულის გამო გავყიდე შვილები და ანუ ხას გაუსვალ ამას. და ვიყავი დედის ერთა. პირველი ბავშვი მე ძალიან მძიმედ ვიყავი და გარკვეული პერიოდი დამჭირდა ასე ვთქვათ გუნზე მოსასვლელად. შემდეგ გავჩერდათ. და შუბინეგერი იყო. ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. და უცებ დილით ავდექი, არანაირი მუცლის ტკივილი არ მქონდა, უბრალოდ აუცილებელი იყო, რომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა. ესევე წამიყვანეს საავადმყოფოს გზა, ეს ხდება დილის 9-ის ნახევარს. რომელი სამშობიაროა? თელავის სამშობიარო. ეს ხდება თელავში. მე არ მკურნალობდი თელავში, მე ჩემი ექიმი მყავდა თბილისში აყვანილი. არ ვიცი, შეიძლება ვთქვა მის კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. დიდი მაკაშვილი, ჩემი პირადი ექიმი იყო, რომელთანაც მკურნალობდა. ძალიან დიდ მადლობას თუ მიყურებ, შეუძლია ბატონ გივის, იმიტომ რომ დღეს ცოცხალი რო ვარ, გივის დამსახურებაა. და რომ მივედით სამშობიაროში და მიმიყვანეს, ესე უთხრეს, რომ სასწრაფოდ ვერ მოვედი, აზე იყო რემონტი. და უცებ გამოიყვანეს ვიღაცა საოპერაციოდან, მე ასე ნასელკაზე წევარ გაშორებული ვარ და ყველა დარბის ესე და რომ შევხედე მამაჩემს და ჩემ ქმარს ჰქონდათ აცრემლიანებული თვალები, ანუ იკავებდნენ ჩემთან ამ თვალებს და რა ხდება მეთქი და არაფერი ყველაფერი კარგად იქნებაო და მამა ნუ გეშინია, კარგად ვარ მეთქი, იმიტომ რომ მამაჩემი გულით ავადმყოფი იყო და მეშინოდა რამე არ მოსულა. ნუ გეშინია მამა, კარგად ვარ მეთქი, არ მткиვა არაფერი, კარგად ვარ თქო და ნუ თურმე არის პლაცენტის წინამდებარეობა და ზუსტად შედით ყავდა პლაცენტა გასკდა. ხო. და აქედან წარმოიშვა, ნუ რაც წარმოიშვა. ადრეული მშობიარობა და შემიყვანეს პირველი რაც შემიყვანეს ძის სახელიც გავიგე, რომ ის უნდა ყოფილიყო. გადავხედე უბრალოდ რა იყო დედაჩემი მაშინ თელავში, ჩვენ ბათუმში ქონდა მაღაზიები ქონდათ ჩემ მშობლებს და დედაჩემი იყო წასული მაშინ რომ სანამ ანუ 9 თვემდე ფულს დამჭირდება და ჩამოვა. და არ იყო დედიკო იქ. და მამას გადავხედე გეხვეწები, ოღონდ ამან არ ამეთქი, იმიტომ რომ თელავში სამშობიაროში ცნობილია როგორც ყასადი. ოი დედა. და და ნუ გეშინიაო და მეორე ექიმის ხმა რომ გავიგე ცოტა დამშვიდი და იმ ექიმს უთხარი რომ გეხვეწებით შვილი გადამირჩინეთ მეთქი. ნუ გეშინიაო შვილსაც გადაგიჭირეთ, ჩვენც კარგად იქნებიო და გამიკეთეს ნარკოზი, ნუ ათულა დავიწყე და დაბალწნევიანი ვარ ზოგადად. ისედაც და მთელი ეს 7 თვე ვიყავი ტოქსიკოზი და სადღაც როგორც ახლა პრეპარატები მაშინ არ იყო, ესე და ძალიან ეშინოდა და კვირაში ერთხელ მიწევდა ხოლმე კონსულტაციაზე მისვლა. იმიტომ რომ ძალიან ტოქსიკი, წყალსაც ვერ ვსვავდი, სულ მაღებინებდა. და უცებ იმაში ძილში ჩამესმის, ბავშვის ტირილი და ბიჭია. და პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ მამაჩემს ძალიან გაუხარდებოდა. მე მამას გოგო ვარ. ესე დავრჩი ალბათ და ძალიან გაუხარდება თქო. და მახსოვს ექიმის ყასაბის აუცილებლად ზუსტად ვიცი ამ გადაცემას უყურებს და მიცნობს და თან კარგად მიცნობს, იმიტომ რომ ის გამოკინაღავი მოკლედ კინაღამ დაგვიჭირეს. და ნარკოზიტისა და ამ ყასაბის კამათი.
დავუმატე ნარკოზი, მე მასთან პატარა ვიყავი, 23 წლის ვიყავი, დავუმატე ნარკოზი, ეუბნება რომ არ დავუმატებ ნარკოზი, იმიტომ რომ ჯამრთელია და გული გაუძლებს. დავუმატე ნარკოზი, მას უნდა როგორც სანამ მე შემიყვანდნენ, ერთი კვირა ადრე სხვა გოგო დაეღუპა და ბევრი დაეღუპა. და არ დამიმატა. ოპერაცია გრძელდებოდა 8 საათი და ბუნდად გრძნობდი ოპერაციას. იქ გასტნო მოკლედ. ბავშვზე რა გითხრეს? რომ გამოფხდეს უკეთ. მე გავედი რეანიმაციაში. ბავშვზე არავის არაფერი არ უთქვია ჯერ, იმიტომ რომ მოვედი გონზე ყოფილა 3 დღე გასული. ოი. რომ ვიკითხე ბავშვი სად არის მეთქი და კარგად არის რომ არ ინერვიულობო. და ჩემთან რეანიმაციიდან რომ გამოვყვანი ვარ, დაუწყენი ვარ ინდივიდუალურ პალატაში. არავინ არ იყო და წვეთოვანი მედგა, რა თქმა უნდა, ადგომა არ შემეძლო, ჩემს გვერდზე იმ ქალს ახლა თელავი ძალიან პატარაა და ყველას იცნობდა, მით უმეტეს რომ დედაჩემი მე საავადმყოფოში მუშაობდა და ბოლოს ეგეც მითხრა, სხვა თუ არავის დედაშენს როგორ გაუბედესო. ბებია ჩემი საავადმყოფოში მუშაობდა და ნუ მოკლედ საკმაოდ კარგად ვიცნობდით იქაურ პერსონალს და ასე მე რომ გავხედე და გარდაცვლილია ახლა ის ქალბატონი. ამას რა უნდა ხო კარგად ვარ მეთქი და კიკიო ის არ იყო 10 სექტანი 10 სანიტარი არც არაფერი ანუ ისეთი სექტანი იყო რომელიც მე ანუ მოკლედ მკერდის სექტანი იყო და მე მკერდზე პრობლემა არ მქონდა როგორც აღმოჩნდა მე გარეული იყო თურმე ბავშვების ამ დაშლილებაში პირველად მამაჩემი შემოვიდა და მამაჩემი ქმარი ვერ შემოდიოდა ჩემთან. მე ვერ ვეწყვილოდა, მამაჩემა მე ვეწყვილა ჩემს შვილს. და მამამ მითხრა პირველად ჩამიხუტა. ისევ მე მომიწია დენა, ნუ მოკლედ. მომიწია სამართყოფოში ისევ წოლა ძალიან მძიმე თუ ყავ. თუ ბავშვმა მაპატიოს და ყველა ბავშვი მეზისყა და მაშინ ესე იყო ხმები რომ ეს მოდა ბავშვების პირილისა დღემდე სულ ყველა აღსარებაში ვამბობ, იმიტომ რომ ყველა ბავშვი მეზისყებოდა, იმიტომ რომ და ზე გამდიოდა სასწაულად კიდე და ნუ მე ფსიქიკური პრობლემებიც დამეწყო, რომ ბავშვებისთვის არა ჩემი შვილიც ცოცხალი იქნებოდა, ნუ მოკლედ. და ძალიან მძიმე პერიოდი გადავია. კეთი, ბოდიშ რომ გაწყობინებთ თქვენ ოჯახს მაშინვე უთხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა? როგორც კი გაჩნდა. აი, რომ გამოვედით სახლში, პირველი კითხვა რაც დავსვი იყო ეს, რომ ბავშვი სად არის? და მომიყევით რა მოხდა. ანუ ერთ ეზოში დგას თელავის სამშობიაროში, ერთ ეზზე ხა კი ცოტა გადაკეთებულია, მაგრამ იგივეა თითქმის. ამ ყასაბს ახლა კენზო კლინიკა აქვს, მისმა ოპერაცია გამიგეთა. დგას სამშობიარო და რაღაც გარკვეულ მომენტში დგას ბავშვთა საავადმყოფო. ეგრეთ წოდებულ ბავშვი გადაიყვანეს ეგრევე საავადმყოფოში, ბავშვთა საავადმყოფოში და ეგრეთ წოდებულ შუშინკაში ჩააწვინეს. ეს არის ის პერიოდი, აი წამალზე რო ხრებს უკრეკავდნენ და ოჯახს რო უკრეკავდნენ, წადი მოიტანე და ჩემი ქმარი სულ აქეთ-იქით დარბოდა, ბავშვთა ჭირდებოდა წამალი თუ მე დამჭირდებოდა წამალი და ამ შემთხვევაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბავშვი ყავს ნანახი, ეს იყო მამაჩემი. და მამაჩემი და ჩვენი კარის მეზობელი მუშაობს ექიმად. და მამაჩემა უთხრა, რომ რას გვეჭყიო, იმიტომ რომ ერთი გადადებული 10%-ის გარანტია ცოცხლის ბავშვი როგორ არის. და ბავშვი ძალიან კარგად არის, რომ არ ინერვიულობო, ჯიბუზია ნახეო, თქვენ არ გაქოს, შენ აირი კარგი ვაჟკაცი გაიზრდა. ექიმებმა მამა თქვენს და თქვენ ოჯახს უთხრეს, რომ თქვენ იყავით ასე ვთქვათ გადადებული და გადარჩენის შანსი იყო მხოლოდ 10%. 10%, კი ბატონო, 10%. და ხდება ახლა იმ ღამეს სავარაუდოდ ბავშვი რო წაიყვანეს. იმ ოჯახში საიდანაც ბებია ქალის ოჯახში საიდანაც ხდებოდა გაშვილება.
თქვენი შვილი თელავის ბავშვთა საავადმყოფოდან გადაიყვანეს თელავის საავადმყოფოს ექთნის სახლში, რომ შემდეგ იქიდან გაეყიდათ? კი, და ვიცი ვინც არის ის ოჯახი, ისეთთანიც ვიცი და იურისტიც და ყველაფერი, ну, რა თქმა უნდა, მე გავარკვიე ყველაფერი. მაგრამ მე მაინტერესდა ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ნახე ღამის 3 საათი იყო სადღაც, რომ ჩემი მეუღლე რომ მოვიდა და ნუ ანუ გადაწყვიტა რომ დაეძინა და ასე ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო შორის მანქანა გააჩერა, რომ მაშინ ესე გვარებით სად იყო მობილური, გვარებით იძახდნენ და იუბნებოდნენ, ანუ ვის რა ჭირდებოდა და ჩემო მეუღლე მოთხრა რომ მე ვიქნები აქ გაჩერებულიო და თუ ვინმეს ანუ პრობლემა იქნება აქ ვარ. ნახე რა ხდება. რომ მანამდე მივიდა და გთხოვთო ბავშვი მაჩვენებთ. ეუბნებიან ბავშვს ძინავსო, ყველაფერი კარგად არისო და დილაზე განახეთო და კარგია და ეს დაღლილი დაწვა მანქანაში და იძინეს. სადღაც განფენისას გადმოვიდნენ და ექთანი იძახის თუ სანიტარი რა მნიშვნელობა აქვს აბრამიშვილის პატრონი თუ არის აქ. და კი აქ ვართო. და ვიზიაროთ ბავშვი გარდაიცვალა. ნუ იქ ატყდა ჩოჩქოლი, ჩხუბი, როგორც ხდებოდა ხოლმე მე მოგაკითხეთ, ბავშვი ცოცხალი იყო და სადღაც 9 საათში სამშობიაროდან ყვირიან აბრამიშვილის პატრონი თუ არის აქ. და აქ ავართო და ნუ ყველას ეგონა რომ მე არ დავიცვალე და სისხლი რეზოს უარყოფითი მეოთხე ჯგუფის სისხლი გვინდა ჩქარავ რომ ქეთი ხელიდან გვეცლებაო პაციენტი ხელიდან გვეცლებაო არავის არ მოსვლია მაშინ თავში აზრად და არც მე რა თქმა უნდა იმ ტკივილი ამ დროს რომ მე ვერანაირად ვერ მექნებოდა მეოთხე რეზოს უარყოფითი სისხლი იმიტომ რომ მინაშვილები არა ვარ დედამ ყავდა დონორი ბებიამ ყავდა დონორი აგრეთვე მამაჩემსაც ხშირად აუღია დონორი ყოფილა, მეორე დადებითი ჯგუფი გვაქვს და ბებოს ჰქონდა მესამე დადებითი სისხლი. ანუ უარყოფითი სისხლი არც ერთ გენეტიკაში არ ყოფილა და ვერანაირად ვერ მექნებოდა მე უარყოფითი სისხლი. მაგრამ იმ პერიოდში ჩემი მეუღლე წავიდა, ამოიყვანა ჩვენთან ლეგიონია, სამხედრო ლეგიონი. ამოიყვანა, ნუ მოკლედ და ჯარისკაცებისგან აიღეს სისხლი. ნუ არ ვიცი ვის დაჭირდა მე ის სისხლი რა თქმა უნდა მე არ გადმომისხავდნენ, მაგრამ მე დამამძიმეს ის 2 დღე ძალიან. ისე რომ ბავშვზე არავის არ ეფიქრა, მაგრამ ნახე ჩემმა მეუღლე მივიდა და უთხრა მე ბავშვი უნდა დავგრძალო. არავითარ შემთხვევაში ბავშვი სხვაგან არ დაგრძალო თუ ნუ მოკლედ როგორც იყოთ მე უნდა წავიყვანო ჩემი შვილი. და მე როგორზე მომიყვანეს ასე ვთქვათ ბავშვი დაგრძალა მე ერთი წუთი ერთი წუთი თქვენმა მეუღლემ ვისი ბავშვი დაგრძალა არა მაქვს უფლება რომ ვთქვათ რომ მე ვიცი თამონა ვისი შვილიც არის თქვენ იცით ვისი შვილი დაგრძალეს იმ პერიოდში იმიტომ რომ ერთადერთი ბავშვი დაიღუპა იმ პერიოდში ანუ ვიღაც ოჯახს უთხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა, ანუ ის ბავშვი მართლა გარდაიცვალა. იქ იყო ქალბატონი, რა თქმა უნდა, სახელი არ ვიცი, რაიონი ვიცი იმ ქალბატონისა. იქ იყო ქალბატონი, რომელთანაც რომ გამომიყვანეს ინდივიდუალური პალატიდან და ჩვეულებრივ პალატაში რომ მიყავდი, ექიმსა და იმას რა ქვია, ქონდათ ხელჩართული ბრძოლა პაციენტს და პაციენტის ქმარს. ანუ შედარებით მაშინ მე ბავშვი ვიყავი, ისინი იყვნენ ასაკიანები 35 წლამდე დაახლოებით, ანუ იმიტომ რომ ასაკიანები იყვნენ ისინი. ანუ იმ პერიოდთან შედარებით ხო ხვდები და მაგიტო იყო ძალიან დიდი ჩხუბი და რა მოხდა მეთქი და მე პალატაში ერთმანეთს როგორ მითხრა რომ მე-6 თომეშვიდე შვილი გააჩინაო და ესეც გარდაეცვალაო და იქნები ეუბნებიან აღარ მიგიღებთო. ანუ არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა და ერთადერთი რაც მოვიძიეთ მაშინ ხოლო და მხოლოდ იყო ეს ბავშვი გარდაცვალა. თქვენ გაგატანეს სხვისი შვილი დასაკრძალად და იმ ქალბატონმა არ იცის თქვენ რომ მისი შვილი დაკრძალეთ? ალბათ სავარაუდოდ არის. იმიტომ რომ მე 23 წელიწადი ვიყიდე სხვისი შვილი. ის მესამე, მეოთხე და მეხუთე შვილები, რომლებზეც გაბრალებენ რომ გაყიდეთ. სად არიან და რა მოხდა?
არ ვიცი. ნახე 25 წლის ასაკის მერე მე ჯანმრთელობა ძალიან მომერყვა და ბიოლოგიურად შვილის გაჩენა არ შემიძლია. ანუ ეს ბავშვები არ გაგიშენიათ? ლაპარაკობ. არა, იქნება ანუ თქვა გარდაიცვალა ანუ პირველ ბავშვზე როგორც დაგემართათ ამას ვკითხულობ. იმიტომ გავაუცებ. ხო, ანუ ამას ვკითხულობ, რომ როგორც პირველი ბავშვი გარდაიცვალა ისე ხო? არა, ნახე პირველი ბავშვი გარდამეცვალა მუცელში. კი, ეს გავიგე, მაგრამ მეთქი დანარჩენიც ხო არ გარდაგეცვალათ, ხო და მაგას ხო არ გაბრალ? არა. ხო. ანუ თქვენ მეორე ბავშვის მერე მხოლოდ ერთი ბავშვი გყავთ გაჩენილი, მაგრამ გაბრალება რომ კიდე სამი გყავთ გაჩენილი, რომელიც კარგი. კი. კარგი, როგორ იპოვეთ თქვენი შვილი? მოკლედ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ არ დავიღლები შენთან მადლობის თქმით, იმიტომ რომ მე საერთოდ ძალიან ძიმეთ ვიყავი და პატარა ისტორიას ვიტყვი, უბრალოდ ისტორიაც არა, აი ზედაპირულად ვიტყვი. მე ვცადე ბევრჯერ თვითმკვლელობა ჩემი შვილის სასაფლაოზე და ამის მოწმე იყო ძალიან ბევრი. თქვენ თვითმკვლელობა ცადეთ სხვისი შვილის სასაფლაოზე? ხო. და ძალიან ძიმე პერიოდი იყო, მე უყურებდი მამიკოს, დედიკოს, ყველა უბედური იყო, ჩემს ირგვლივ ვინც იყო და ერთადერთი ადამიანი, ვინც მე ახლა წარმომახდინა, ეს იყო მამა, არაქმარი, არავინ. მამა. ჩემი მამიკოს ცრემლებს ვერ უძლებდი. ვერ უძლებდი, იმიტომ რომ კაცი იყო და არ ვიცი. ადამიანი იყო. ეს ამომავედა ფეხზე. და დავუბრუნდი ცხოვრებას და ტაბუ დავადე ამ თემას. საერთოდ არავინ არ ახსენებდა, მაგრამ ყველამ იცოდა რომ 7 დეკემბერი არავის არ უნდა დაერეკა, არავინ არ უნდა მოსულიყო, არავინ არ უნდა დააკვირდო და სამსახურში არასდროს არ მიდოდი 7 დეკემბერი იყო ჩემი და მარტო ჩემი შვილის დღე. ვიკეტებოდი ჩემთვის და ვიყავი მარტო ეს გრძელდებოდა მანამ სანამ არ ვიპოვიდი ჩემს შვილს. თქვენ გქონდათ ეჭვი რომ ბავშვი ცოცხალი იყო? არა, მე არა, მაგრამ თურმე ჩემს მეგობრებს ქონიათ, ჩემი ლანაც მეგობრებს ქონიათ ეჭვი, იმიტომ რომ ის ქალი, ვინც ჩემთან იმიტომ გავუსე ხაზი პალატაში იწვა, ანუ ერთანი არ იყო, ანუ ვერაფერს ვერ გამიკეთებდა. რა უნდოდა მას შენთან პრობლემა იმათ შეეშინა პრობლემა მკერდზეც ხო არ უნდა და არაფერი მეთქი და აბაო რა უნდოდა შენთან და არ ვიცი მეთქი და მაშინვე არ მოწონებიათ ეს ამბავი მაგრამ მე რადგან შემზე იყო ყველა მომართული წაბუ დავადეთ ამ თემას რამდენჯერაც სადეს გაშლა რომ უფრო ცუდი გაკეთი იქნებ ამოთხაი ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიფო და იწირე ამას არ ვაკეთებ იმიტომ რომ მე ჩემს ტყილებს ყოველთვის ვებძვი მარტო. გარეთ ვარ უგარდელა ბავშვობიდან დაწყებული დღემდე ქალი და არავინ არ იცის მე რა ტყილებს ვატარებ ეს მხოლოდ მე და უფალმა ვიცი. ეძებ ჯგუფი რო ჩამოყალიბ და მაშინ გამიბედეს ჩემმა მეგობრებმა თეთი ნახეთ ამუნას ჯგუფია გაკეთებული და იქნებ გადახედო. უბრალოდ ძალიან ფრთხილად მომიდგნენ. სიმართლე გითხრა ვატყობდი, მაგრამ ერთი თვე ვერ ვდედავდი, რომ გადამეხადა. უკვე ემიგრანტი ვიყავი. როგორ იყო, ის საკუთარ თავს ვებრძოლდი. არ მინდოდა დაჯერება, ანუ არ მინდოდა თემის გახსნა, არ მინდოდა დაჯერება და რომ გავხსენი ერთი წავიკითხე, მაშინ არ იყო აი ამდენად აქტიური. ხო ხდები როგორც ეხლა და როგორც თუნდაც ჩემ პოსტებს მოვა. ეს ყველაფერი რომ ავიკითხე 1 2 3 4 5 და უკვე всё მივხვდი რომ ჩემი შვილი ცოცხალი. აი შიგნით მივხვდი და მერე მივხვდი, მაშინ მივხვდებოდა რომ თვითმკვლელობა ცადე ყველა ნემსი გამიკეთე სტრესი მქონდა ნერვულობა 3 თვე მკერდიდან რძემდიოდა და უნდა ეს ყველაზე დიდი ტანჯვა იყო ჩემს ცხოვრებაში. 3 თვე შვილი არ მყავდა, არავინ არ ზეგამდიოდა მკერდიდან. ეს იყო კატასტროფა, კიდე ხარ შევიშალე. და პირველად თქვენ ჯგუფს დავწერე, თავიდან მომერი და
არ მინდოდა ვინმეს თითქოს რაღაცა, ხო ის ხალხის თემა მაინც რაღაცა ჩუმად დავწერე, ანონიმურად დავწერე პირველად. უბრალოდ მაინტერესებდა, ალბათ უფრო ინტერესის მიზნით დავწერე ანონიმურად. რომ გამოყვა იქ ბევრი კომენტარები, მომემატა ზალა და მე დავწერე ჩემი გვერდით, რომ ანუ იმ ანონიმურში დავინახე, რომ არსებობს იმის ალბათობა, რომ ჩემი შვილი ვიპოვა. და ერთშენიერ დღესაც მე გავიცანი დედები, ბევრი აღმოჩნდა თელაველი, ანუ ერთმანეთში კონტაქტი ხა შენ ჩემზე კარგად იცი, რამდენს გვაქვს უკვე, როდის მოხდა, რა მოხდა, ის იყო და ერთი ლამაზი ანონიმური მესიჯიც მომევიდა. არ დანებდე შენი შვილი ცოცხალი. ანონიმური მესიჯი ვინ მოგწერათ? არ ვიცი დღემდე არის და თუ მიყურებს აქედან ვეთყვი მადლობას. ის ერთი სიტყვა იყო ჩემთვის ძალა, რომელმაც 100%-იანი ძალა მომცა, მიუხედავად. აი 2 წელიწადი ძალიან ბევრი ადამიანი გიჟად მთვლიდა. შენ მოგდევსო ის ყველაფერი მესიჯისო ის, ანუ გიჟად მთვლიდნენ, სერიოზულ ეგონათ რომ მე სერიოზული თვიში. პრობლემები მქონდა. და იქიდან დაიწყო ყველაფერი და უბრალოდ ერთი რამე ის დავპოსტე ისტორია მოვყევი. დავპოსტე ანუ მიაქავარ გეძებ. გამომეხმაურა ძალიან ბევრი ბიჭები, ბავშვები პირადში. ყველა ბავშვს უსურვებს ეკოლოს დედა. და არც ერთ დედას არ უცნობ ჩემნაირ ისტორიას. მთავარი ხომ ის არის რომ იპოვეთ და დრო ალბათ ყველაფერს კურნავს და მე მაინც იმედი მაქვს რომ მთავარი რა თქმა უნდა მადლობა უფალს რომ ვიპოვე და ზუსტად ვიცის თელავის ქუჩებში დააბიჯებს თელავის ქუჩებში დააბიჯებს მამა ჩემი სორეული. წლები დამჭირდა და დასავლეთში ვეძებდი, ანუ მე როგორც ნელა ინფორმაციებს რო ვიძებდით, მოგონა სამეგრელო, იმერეთი, ნელა და ბოლოს აღმოჩნდა ყვარის რაიონს სოფელ ენისელშია გაშული. ეს სოფელი თქვენ სახლთან ახლოს იყო? საკმაოდ ახლოს არის. თელავი და ყვარელი ფაქტიურად გადადგმულია, ძალიან ახლოა. და სწავლობდა თელავის უნივერსიტეტში ჩემი შვილი. როგორ იპოვეთ? 3 ბავშვი ჰქონდა ეჭვი. 3 ბავშვზე, 3 ბიჭზე, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო, უკვე ამას გეუბნები ფინალში, რომ ამ წლების მოყოლას აზრი არ აქვს. რკინის ქალანებით დავდიოდი, რა თქმა უნდა. და ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი იცოდა, იყო მამაჩემი. ხოდ მამას უთხარი და მიდი შვილო მიაქავარ, ვიპოვით შენ შეცვლე. და სამივე ბავშვს გაუგზავნე მეგობრობა. Facebook-ზე. გაუგზავნე მეგობრობა, მინდა დამყოლოდა, ამ სამიდან ზუსტად ვიცოდი, რომელიც იყო. ანუ აი, ამ სამიდან ზუსტად ვიცოდი, უბრალოდ რომ ეს ჩემი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე მოცეკვავე ვარ და ერთი ბავშვი თეატრალური ის იყო და კარგად ცეკვავდა, არ მიწევდა გული, რომ ის ჩემი იყო. იმ ბავშვმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო და ჩემი პოსტებიც წაკითხული ჰქონდა, იმიტომ რომ მე ჩავყევი და ლაიკი, ნახე რომ ლაიკი ჰქონდა გაკეთებული. ხო იცი, დედა რას არ გააკეთებს. აქედან მოვიკითხავ ნინო მინდიაშვილს, ნინომ ჩემს გამო ბევრი აიარა. ჩვენი ჯგუფის ადმინმა ნინო მინდიაშვილმა არაერთი მუქარის წერილი ეხლა კი ღიმილით ყვებით ამ ამბავს, მაგრამ ნინო მინდიაშვილმა არაერთი მუქარის წერილი მიიღო ამ ისტორიის გამო. კი ბატონო. ვისგან იყო ეს მუქარის წერილი? არ ვიცით, ისიც იყო ანონიმური. და მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა. და თუ პრობლემა აქვს და თუ ტყუილს ვიძახი, შეუძლია მომაკითხოს აღზრდელმა მამამ.
ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ რომ მისმა ამ ყვანმა მშობლებმა იცოდნენ რომ მოპარული იყო და თავად აქვთ ასე ვთქვათ ხელი გასრული ესეთ მძიმე საქმეში? ანუ მამამ თვითონ მოგპარა თქვენ შვილი? ნახე მე როგორც მამამ წამოიყვანა და მან იცოდა რომ ჩემი შვილი იყო. მან იცოდა რომ მე ცოცხალი ვიყავი და 100%-ით რატო დავწმუნდი, იცი? ჯერ პირველი ამას დავასრულებ, რომ ჩემმა შვილმა არ იცოდა რომ ნაშვილები იყო. მე უთხარი. უი. თქვენს კი ეჩივლად თამნა მე დედა ვიყავი, რომელიც გიჟივით ვეძებდი ჩემს შვილს. და რომ არ ყოფილიყო თქვენი შვილი და სისხლის ამართლის დანაშაული რომ ჩაიდინეთ? მზად ვიყავი ეჩივა. ანუ, იმიტომ რომ მე დედა ვიყავი, მზად ვიყავი რომ ეჩივა, მზად ვარ დღესაც. მიჩივლონ კი ბატონო, ოღონდ თუნდაც ის ერთი ჩახუტება მიეწდა მთელი ჩემს სიცოცხლეს. გავაკეთე, მე რასაც ვაკეთებ არ უმალავ. ვიცოდი რომ არ შეიძლებოდა, ვიცი არ ქნაქეთი, ანუ ვერაფერი ვერ გამაჩერებდა მე. და უკვე ნინოსთან რომ უქარის მესიჯი მივიდა. ერთადერთი ნიუანსი მქონდა დასამტკიცებელი და როგორ ვიყავ, ვიცი? 2 დღე და ღამე ვერს წყალსაც ვერ ვსვამდი, რომ აი ის დამეზუსტებინა რომ ნამდვილად ისისხევიდან წაიყვანეს თუ არა. ერთადერთი ეგ დეტალი მინდოდა რომ ჩემი შვილი ისისხევიდან იყო თუ არა წაყვანილი. მაშინ არ ვიცოდი. მე ბოლომდეც არ ვამბობდი რომ ჩემი შვილი იყო. მასთან ურთიერთობაშიც ეგრევე მივაყოლე რომ 99% ჩემი შვილი ხარ, მაგრამ სანამ დნმ-ის ანალიზს არ გავიკეთებ, მე ვერ ვიტყვი 100% ჩემი შვილი ხარ და ბოდიში მოვხადე, რა თქმა უნდა, რომ უთხარი, რომ არის იმად. დაიწყო მე ყველაფერი. Però da ამირეკეს და მითხეს რომ კი სისხლიდან, იმიტომ იმ პერიოდში გოგოები იყვნენ გაშვილებულები და ერთადერთი იყო ჩემი შვილი ბიჭი, რომელიც იყო გაშვილებული. და უკვე ვიცოდი და ნუ ვეღარ მოგიწმინდა, მე ვუთხარი. ქალბატონო, თქვენ ხვდებით რას მეუბნებით და რას მწერთ, ხო? იმიტომ დავიმატე მეგობრებში, ანუ ის რომ ნახავდა რამის მეგრევე მე ნახა ისი მონაწილე. ნახა თუ არა, ხვდებითო? კი მე ვთხარი სამწუხაროდ ხვდები მეთქი და ნუ მქონდა საკმაოდ ცოტა რთული დიალოგი. შეურაცხყოფელი დიალოგი, უხეში, უზრდელი. იცით რა არის, ბიჭებს ძალიან რთულად გადააქვთ ბიჭებს ის რომ არიან აყვანილები, ის რომ შემდგომ პოულობენ ბიოლოგიურ ოჯახს, ძალიან უჭირთ, აი ამდენი გამოსილებით გეუბნებით. თან ძალიან ცოტა ბიჭი ეწევს სამწუხაროდ. წავიდა მე ჩვენი ურთიერთობა, დაძაბულობა, უხეშობა, შეურაცხყოფა. რატომ გაყენებდათ თქვენი შვილი შეურაცხყოფას? მესიჯები ხო წაიკითხა. მესიჯები წავიკითხე, მაგრამ მას არ ჯეროდა რომ მოპარული იყო? დღესაც არ ჯერა თამნა. მან პირში მითხრა, ესე პირში მითხრა, ანუ მე ვურეკავდი, მე დამირეკა ერთი დღე და მომიყედი რა მოხდა და მოვუყედი. ის რაც ეხლა მოვყევი. მოვყევი, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს. ასჯერ რომ მოვყე ეს ისტორია, ასჯერ რომ იგივეს მოყვები, შეიძლება სიტყვები ჩავა, ანუ გადავანაცვლოთ, რომ რაც იყო რეალობა, იმას მოვყევი. და მაშინ ერთადერთი მანდ შეიშალათ ინფორმაციის მოწოდებაში, რომ ისი ნათლიაც გვეგონა რომ იყო იქ. და მე, მაგრამ იმას უმტკიცებდი, რომ შენი აღმზრდელი მამა მეთქი, იყო ამ საქმეში გარეული მეთქი. ესეთი რამე გააკეთა. დამირეკა. და მოყევიო კიდეო. რას ამბობ და ვინ იყო გარეული და ისევ მომაყოლა. და მამამისი იყო და გისმენდათ? არა, ის ნათლია. ნათლია ის. მე გამოსულა მიცნობთო და სახეზე მე ვთხარი მე არ ვიცი ვინ ახარ. მე უბრალოდ რაც მითხრეს,
თუ ჩამოხვალთო, მოგძანდითო, შევხვდეთო, მართლა ვიყავი იმ ოჯახში და ბოდიში მოუხადე და აქედან კიდე იმ ოჯახს ბოდიშს მოუხდე, იმიტომ რომ ხანდახან ხდება ესეთი შეცდომები და მანდ გამიგეს ძალიან კარგად და აი, აქედან მოვიფერები ჩემი შვილის ნათლის ოჯახს, იმიტომ რომ საოცარი ადამიანები არიან. და ნუ იქ დამთავრდა. მე ჩვენ მევთხარი კარგი და მე წამოვიდა ეს. 5 შვილი გაყიდე შენ ხარ ხალი, რომელიც შვილებით ვაჭრობდიო. ხალს თუ გინდა შეურაცხყოფა მიაყენო ეს და აწკინო ეს ალბათ არის დედობა. რომ ის დედობა შეეყო. ჩემ თავზე იმდენი ჭორი გამიგია და ამ სიბერეშიც იმდენ ჭორს ვიდებ, ხანდახან მithქვენ ეტა მართალი იყოს მეთქი. მაგრამ რაც შეეხება დედას, როგორც დედას თუ ვინმე შემეხება, შეიძლება გაგლიჯო გმილებით, იმიტომ რომ ჩემ შვილს დავიცალმე. და დედა, რომელიც ვიყავი განადგურებული, გაუბედურებული და ეს მარტო მე კი არა, ეს იცის ყველამ და ეს ხმა რო გახმაურდა და ჩემა კლასელებმა, მეზობლებმა ძალიან ყველას დიდი მადლობა რომ მირეკავდნენ. კეთით რა შეგვიძლია შენთვის გავაკეთოთო, არასოდეს დაგვავიწყდებაო 48 კილო დავრჩი იმ პერიოდში თავმა. 40 ნერვიულობი. კეთი, ამ ბავშვის ვითომ გარდაცვალების ამბავს ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო. ნუ თუ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა ისეთი, ვინც თქვენ შულს აილაპარაკებოდა და ეტყოდა, რომ მე შევესწარი, მართლა გარდაცვალად გამოუცხადეს, დაუჯერე დედას, ნუ ლანძღავ, ნუ წერე ეს პრესიჯი. ძალიან ბევრი, როგორ არა, მე გეტყვით ამუნა მის ნათლიებთან ვიყავი ოჯახში, ისინი დაელაპარაკდნენ, ჩემი მეგობრები წერდნენ, მას არაფრის გაგონება არ უნდოდა. პირველი ვერსია იყო ეგ, რომ მე შვილების დამყიდველი ქალი ვიყავი. მეორე ვერსია იყო ესეთი, რომ მე გავყიდე და აი იცი რა, რომ მივიდნენ პირველად თურმე იმ კისის ხელში. კისის ხელში რომ მივიდნენ თურმე ბავშვის ანახავა და ისე ძალიან მოეწონათ ბავშვი რომ გადაწყვიტეს ეშვილებინათ და დედამეს რომ გაიგო, თურმე ეს გავუწიე. აღმზრდელი მშობლები ახდენენ გავლენას შულზე, ანუ ეუბნებიან რომ შენ არ ხარ მოპარული. გავლენას, იმიტომ რომ ნახე მე ჩვენ ქონდა თავიდან ნახე აქ რომ მომიგონეს დაჟემერე ამბობ ჩემმა შვილმა დამირეკა, ანუ ჩემი შვილის პირით მithვლიდნენ ამ ყველაფერს რომ მე ესეთი ქალი ვიყავი. და შემდეგ კიდე მესამე ვერსიაც წამოვიდა რომ ვითომ მისმა აღზრდელმა მამამ და ანუ აღზრდელი დედა იყო უშვილო და ვითომ მამა არ იყო უშვილო და მე გეხვეწები შვილო მეუთხარი ძალიან კაი გემოვნება მაქვს და ეგ არ დამაბრალო. გეხვეწები მეუთხარი არ დამაბრალო. ანუ უკვე იმდენ ვერსიას ვისმენდი უკვე რომ ანუ უკვე მეცინებოდა ამ ყველაფერს. პირადად მის აღმზრდელ მშობლებთან თუ გქონია შეხვედრა და საუბარი ამ თემაზე? მოკლედ რომ აქედან აქავარ ემიგრაციაში, მაშინ ჯერ არ მქონდა მე საბუთი. და ველოდებოდი საბუთს დღე-დღეზე აღებას, მაგრამ სამწუხაროდ იწყებოდა და ვერ მოვდიოდი, თორემ მე რა ძალა დამიჭერდა. ეხლა ყოველ ოქტოში ერთხელ დავფრინავ, ანუ ვერ ჩერდებოდი, ვერ მოვდიოდი. და ქონდა ეგ საუბარი, რომ მე რო ჩამოვამოთხარი დნმ-ის ანალიზი უნდა გავიკეთო მეთქი და არ გავიკეთებ, კაი მოვთხარი, დამაბრალეთ, მომაყენეთ შეურაცხყოფები, ეს ყველაფერი გააკეთეთ, მე დავჭდები ტელევიზიაში და მოვყვები ჩემი ისტორიას და თუ კი მე 5 შვილი გავყიდე და შენ აღმოჩნდა ერთი შენ მოგძებნე მოვთხარი, კაი მაშინ იქნება გამოჩნდეს იმ 5-დან ვიღაცა შვილი თქო, ხო? ანდა მე დაგიმტკიცებ მეთქი მარტო ამისთვის დავშდები ტელევიზიაში რომ მე შენ დაგიმტკიცებ მოვხარ იმას რომ მე არა მწარ შენ გაყიდოლე თუ კი რაიმე ძალა არსებობდა ჩემში ადლობა უფალო შენ რომ შემაძლებინე ტელეფონი ავიღე და урეკავ გამზრდელ დედას და ვეუბნები
მეუბნები ამ სიტყვას თვითონ ვერც მიხვდებია მე რა ჩემ თავს როგორ გადავახდი. ეს როგორც დედას მეთქი. გთხოვ ჩემს აგრესიულად ნუ გააწყო ჩემს მიმართ მეთქი. და პასუხი რა უფლებით ვთხარი რომ ნაშვილები იყო. აი გავგიშტილა. ამის გარდა სხვა კითხვა არ გაჩენია დედას? არა, რა უფლებით ვთხარი, იცი როგორ გავზარდე? იცი როგორ გავზარდა? მე ვინმე გთხოვა რომ გაგეზარდა? მე გითხარი რომ ვერ ავზრდი ჩემს შვილს და მოდი წაიყვანე გაზარდე? ვინმე გთხოვა მე ვთხარი? მარტო ხელა დედამ თბილისში გოგო გავზარდა ისეთი რომ დღესაც მაგისტრატურაზე სწავლობს და არაჩვეულებრივი ადამიანი გავზარდა მე ვთხარი. ვინმე გთხოვა შენ მე ვთხარი. და აქ იყო მე დისკუსია მიჩივლე. ანუ მზად ვიყავი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, დღესაც მზად ვარ, რაც გინდა ის გააკეთონ, ოღონდ მე სიმართლე მივიტანო ჩემი შვილის ყურამდე. დღეს ის მამა. წარმოიდგინეთ, ამ უნდა გადაურეკა ეგრევე თავისას არა, ჩემს შვილს გადაურეკა და უთხრა იცი რა, დამირეკა და მე მოვაწყო ახლა შედასწრებნები მეთქი ყველაფერი ჩაწერილი მაქვს მეთქი. მე მოვასმენინებ მეთქი რატომით მელაპარაკები მეთქი და იმას ეგონა რომ მართლა ეს რამე გავაკეთე და გადაურეკა ეგრევე. ზუსტად ვიცი ახლა ყველა დეტალი ჩემმა შვილმა ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ მის გარეშე არ გამიკეთებია. მე ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი ჩემი შვილის გამო ვარი. განა იმიტომ ვთქვი რომ არ შემიძლია, ძალიან ბევრი რამე შემეძლო. მაგრამ არ გავაკეთე ისე, იმიტომ რომ მე არ გამიჩენია, იმიტომ რომ მისთვის წყალი სიბერეში წყალი მოეწვდი და მე არ გამიჩენია, იმიტომ რომ სადღაც გამომადგებოდა, მე იმიტომ გავაჩინე რომ დედობა მინდოდა, შვილი მინდოდა და მაგიტომ გავაჩინე მე. კეთი ბავშვს რატომ არ უნდა თქვენ შვილს თქვენი მიღება კატეგორიულად? ანუ მართლა ჯერა რომ თქვენ ის გაყიდეთ? აი არ ვიცი, ნახე ჩვენი პირველ შეხვედრას გეტყვი და მე არ ვიცი, ხო ძალიან ბევრი ვერავინ ვერ გაიგო ჩემს ირგვლივ. ვერავინ რატო რა მოხდა, ანუ რატო არ უნდივარ ჩემს შვილს. არ ვიცი, მე არასდროს რა სითხო ჩემგანო, ბოლოს დამისვა ესეთი კითხვა. რა სითხო ჩემგანო? არაფერს შვილო მეთქი. რომ ხომ აქვს უფლება რომ ჩამოვალ საქართველოში. უბრალოდ ერთი ოჯახი შეხვდე და ჩაგეხუტო მე ვთხარი და მომიყვა ის ყველაფერი როგორ გაიზარდე. რა გტკივა, რა გინდა, რა ინტერესები გაქვს. ალბათ არ იცის იმ ქალმარა ჩვენ ბევრ რაღაცებზე ვისაუბრეთ და რაღაცების დაემთხვა რომ თვითონ პირი გააღო ჯერ არ მყავდა ნანასი. ანუ აქედან სკაიპით მიდიოდა ეს საუბრები. პირადად შეხვდით? შეხვედრა როგორი იყო? მოკლედ, ძალიან არ უნდათ რომ ტელევიზიაში დავჯდომოდი და მე ეს ყველაფერი მომეყოლა და თუ გინდათ რომ ეს არ გავაკეთო, მე ვთხარი დნმ-ის ანალიზი უნდა გავიკეთოთ. და კარგიო. ოღონდ არ დაჭერ ტელევიზიაში და კარგიო. და ნუ უკვე საბუთიც მოვიდა, ბილეთიც ვიყიდე, ჩამოვფრინდი, უკვე სამხარაოში იქ მოკლედ დანიშნული გვაქვს შეხვედრა, ყველაფერი აქედან მოგვარებული, რომ უნდა გავიკეთოთ დნმ-ის ანალიზი დედა-შვილი. ესადაც ერთ გავაფრინდი, რომ არ ჭამო არაფერი მეთქი, ჭამა უყავს და არ ჭამო მოთხარი ეს ნერწყოსთვის არ შეიძლება. ისეთი კარგად მახსოვს ქუჩაბათი დღე იყო. რომ უნდა წავსულიყავი. სამშაბათ ჩამოვფრინდი და ოთხშაბათს წერს. ხალბატონოს მეძახდა სურასაც ძალიან მაღიზიანებდა და ვებნავდი ქეთი დამიძახე, ან ქეთო დამიძახე, რაც გინდა ის დამიძახე. როგორც ხალბატონო არ აგეხვეწებით. ხო, სანამ ხვალ თბილისში წავალთო. ნახვა მინდა და გასაუბრებო. ვერ წარმოდი რა მომივიდა. არ ვიცი, ანუ
რასვით ლანა სახშაბია და ჩემ გოგოს ვეწახი და ლანა დე ლანა აი ეხა უნდა გავიდე და არ ვიცი ეს ადრენალინი ემოცია გასი მე ცხოვრებაში არ მქონია და ალბათ არც არასოდეს აღარ მიქნება და ჩემთან სახთან ეს ჩოლოყაშვილი არის ტაძარი და ვერც მეუბნები მოდის სახში ვერც მეუბნები ანუ ძალიან ისეთი მოკლედ მე სიტყვას ვეღარ პოვლობ და მამა ჩემმა ჩამიხუტა და ნუ ვიშინიეშვილო ყველაფერი კარგად იქნება და წავედი სადღაც 5 წუთის გრად ჩემს სახლიდან ტაძრამდე და ეს გზა ისე გაიწელა ალბათ თვითმფრინავის გზა არ გაწერილა ეს მაგრამ არის გაჩერებული და ეტყობა სარკიდან ის უკან მიყურებდა რომ მოვდიოდი და მანქანიდან ბეჭი გადმოდგა და გადმოვიდა პატარა მამაჩემი ანუ პატარა ასაკითო მამაჩემი დიდი სწორბა ესეთი აი სიარულის მანერითაც და აი სულ კაკალეთი და ერთადერთი კითხვა დაუსვი შეიძლება ჩაგეხუტოვეთ კიდო ჩავეხუტე მამა თქვენი იყო თქვენ შეხვედრაზე? არა, ბატონო მე ვიყავ. ბაში და ყოფილება აქეთან რომ ამ გადმოსახებიდან იყო ძალიან კარგი შეხვედრა. მე ერთადერთი რაც პირისპირ რთული ყოფილა. ტელეფონში ვიბრაციოი იყო. როგორი შეხვედრა იყო? ყალბი? არა. კარგი? პირისპირ შეხვედრა როგორი ყოფილაო. კი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო ამ გადმოსახედიდან. მაშინ არ თვლიდი კარგად, უფრო ხოიცი დედახარ მეწიდინდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ხო ძალიან ან კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ალბათ 1-3 საათი საუბრობდით. ძალიან ბევრ ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ხვდებოდი რომ რაღაცა თქმა უნდა და მივლი და აქეთ იქიდან და ნუ ბრუნდა უთხარი შვილო მითხარი ისი თქმა გინდა დავიტანჯე მე უთხარი რაღაც მაგალითები მოყავს აი რაღაც სასწავლე არ ვიცი და ვერ ამხვდები ჯერ ემოცია ისა და ნუ კი ხვდები მაგრამ ხარი რა არ გინდა დაიჯერო რა დნმ-ის ანალიზი არ გავიკეთებ დნმ-ის ანალიზი რატო არ გავიკეთებ არ დაგაჭერინებ საფუძველში რატო რო ისინი არ დაიჭირონ მისი მშობლები ანუ ხანდაზმულია საქმე არავინ არ დაიჭერს მე ჩვენ გამოვკვირდა თვითონ არის იურისტი მუშაობს სასამართლოში თვითონ ჩემზე კარგად იცის მე რა შემიძლია გავაკეთებები დნმ-ისა დნმ-მამდე მივიყვანო მაგრამ მე გითხარი ხან მაშინ ბოლოს ეს ბოლოს შეხვედრაზე ვთხარი შემიძლია მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ და იმიტომ არ გავაკეთებ მეთქი რომ მე ვარ დედა და ისე შენ გიწყვილდები მეთქი და მე ხმეს მაშინ მომკლას თუ მეგონებაში გავიფიქრე რომ მე შენს წინ საპირისპიროდ უნდა დავჭდე მეთქი მე ამას არასოდეს გავაკეთებ არ გაიკეთა დნმ-ის ანალიზი არ გავიკეთებ და ნუ დასრულდა ჩვენი შეხვედრა გადმოვდიოდი მანქანიდან არ გადმომიშვა მანქანიდან მიხვდა რომ ცუდად ვიყავი სახლამდე მივიყვანა ბავშვები უნდა გამენათლა შვილიშვილები და მოდი მეთქი არ გაინტერესებს შენი ოჯახი მეთქი პატარა 40 წლის მყავდა და უფროსი კიდე 3 წელი და ნაცვლობა ჰქონდა ორივეს ერთად რო ჩავედი არ გინდა მევთხარი გაიცნო ამ ხელა ოჯახთან თუ არ გაინტერესებს მევთხარი რომ მამაც შემოვთხარი ერთი ერთში ხარ მეთქი და რა სტატუსით მოვიდო და რა სტატუსითაც გინდა მოდი მეთქი
არ მოვიდა? გადაწყვეტილებიდან არა, რა თქმა უნდა, არ მოვიდა. არა. გავიდა რაღაც პერიოდი და მოთხარი ხლა როგორ ფიქრობ მე ვთხარი. ეხლა რა ჩვენ შევხვდით, ვიცით რომ დედაშვილი ვართ. მაგრამ მე ვერ ვფიქრობ რომ ჩემი შვილი ხარ, მე ვთხარი, დემენსანანცი არ გამომყერნეთ, მაგრამ მეკი. დავიშალეთ? ანუ რა ხდება მე ვთხარი? რა სიტყვით ჩემგან? არაფერს მოთხარი, მინდა შეგხვდა, მინდა გავისაუბროთ. მინდა ჩვენი ცხოვრება დავგეგმოთ, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ, როგორ შევავსოთ ის დანაკლისი, რა თქვია, გაიგე, წადი, არ ვიცი. მეორე შეხვედრა იყო ურთულესი. ალბათ ყველაზე რთული შეხვედრა იყო მეორე და ბოლო შეხვედრა. სულ სამჯერ ნახეთ თქვენი შვილი? არა, ბევრჯერ მყავს ნანა. მაგრამ იგი რაღაც პერიოდზე, რამდენჯერაც ჩავდოდი საქართველოში, მაინც ისეთ სასწაულებს ვაკეთებდი. მეორე შეხვედრაზე ჩემი ლანა გამოყვა. თქვენი შვილი? შვილი, ჩემი ქალიშვილი. ხო და ის ბავშვი ყავდა აღვანილი, ჩემი შვილიშვილი რა. მათი შეხვედრა საერთოდ სხვა თემა იყო. იქ ცხოვრება გაჩერდა ჩემთვის. მაგრამ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც მაშინ ეჩილად და დავეჭირე ამ წამებად ღირდა. აი იმ წუთებად ღირდა ჩემი სიცოცხლე. კიდეც დღეს მომთხოვო პასუხი, ხო? იმ წუთებად ღირდა ჩემი ცხოვრება. მიუხედავად ამ ჩაკუტების მე ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, მატკინა და დღემდე მიყენს. მაგრამ მიღირდა. მოკლედ, მე ბავშვი აიყვანა ხელში, ბატონი დანიელი, იმდენად აკანკალდა, რომ ამ თასალწვით დღეიდან ვარდებოდა ბავშვი. სულ ასე კანკალებდა, რა თქმა უნდა, ყველა და მე დავმუნჯდი საერთოდ, აი, ხო წარმოგიდგენია, შენ მე როგორ ვიქნებოდ. და ჩემი ლანა წავიდა სახლში, ისევ იმ ეკლესიას ვხვდებით. და ჩავჯექი მანქანაში და უცებ მანქანას საჭეს, აი ესე აიღო და ეს თავისი ორი დიდი მუშტით დაარტყა, ეს რატო გააკეთა. მე მართლა არ ვიცოდი თუ ლანა მოვიდა. იცი რამდენჯერა ვარ, რომ სახლთან გავლილი და გამოვიდიო. ებზვის თავის თავს ცოდოა. იცი რამდენჯერ ქუჩაში რომ გზა დამითვლია ობისთვისო? რატო გააკეთე? რას მერჩიო და რა გინდა რომ აღიარო? ხო, შენი შვილი ვარო თანასწე ურახულებს. საჭეს უშტებს, ხო, შენი შვილი ვარ, მაგრამ შვილების გავყიდვენ დედას, მივიღებ დედას. და არ მახსოვს მე არაფერი. გოზე რომ მოვედი, ჩემი ლანა მედგა თავზე და დე მეწახდა. ანუ გული წამივიდა, გონება დავკარგე, რა მომივიდა, დაურეკია ჩემი ლანასთვის და ლანა გამოვიდა და ლანა წამიყვანა სახლში. კაიხა ჩაიარა მე იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე ემოციური, არ ვიცი. ყოველ შეხვედრებზე რომ მე მაბრალებდნენ რომ მე სტავკა აუწიე შვილები გავყიდე და ეს გავაკეთე, ვითხოვდი გამზრდელ მამასთან შეხვედრას. აი მომიყვანეს შენთან ერთად შევხვდე, გინდა მომაფუთხო, სადაც გინდა ის გამიკეთოს, მითხრას მე რა შევთვალე, ჩემი შუამავალი ვინ იყო, მე თუ გავყიდე. ანუ როგორ შეიძლება მოწმე არ არსებობდეს იმისა, რომ მე შვილი გავყიდე, ხო? ანუ ვიღაცამ ხო წაიყვანა ჩემიდან, თუ გავყიდე, ხო? და მაგას მოვითხოვდი და ბოლოს დამპირდა შეგახვედრებო და არ შემახვედრა. დაურეკე მის ნათლებს უთხარი დაგთხოვთ, მის მეგობრებს დაურეკე.
მე თირამე გავაკეთე, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ არასწორი არ გამიკეთებია, მის სამეგობროში ყველა გავიდე, ყველასთან ვრეკავდი და ვამბობდი, რომ ჩემი შვილი არ იყო დედისგან უარყოფილი შვილი, იმიტომ რომ რაც მის გამზრდელს მიაძახეს, რომ როგორც იციან ხოლმე, მიუძახებია. და იმიტომ რომ მე ამაზე გავგიჟდი და გავდია, რომ ჩემი შვილი არ არის უარყოფილი შვილი, ჩემი შვილი არის ჩემი სიყვარულის ნაყოფი და გაჩენილი ვყავს თელი სიყვარული. ყადირას გავაგებინე და ვთხოვე მე რომ შემახვედრე, მე ვთქვა, როგორ მე შვილები გავყიდე და ყველგან ვრეკავ და გიჟაფისი ვარ? ანუ რაღაც ლოგიკა მართლა შიზოფრენიკი ხო არა ვარ. და არაფრით არ შემოხდა და ბოლოს დამირეკა და მითხრა, რომ მამა ჩემიო არ კადრულობს, რომ შენთან შეხვედრასო. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ? არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ რომ მე მაშინ ავდიქი და გავაკეთე რა იცი? სოფელში ჩავაკითხე. და ეგრეთ წოდებული საღამოთი ანუ სოფლის მამაკაცები რო იყრიფებიან, იქ გავაცხადე, რომ ჩემი შვილი იყო. გვარი და სახელი განვაცხადე. იქნებ როგორმე ვინმე გამოსულიყო ჩემთან კონტაქტზე. მე მშობლებზე მაქვს ლაპარაკი, ხვდები? რომ მითხრა, არავინ არ მომაკითხა. და ბოლოს თვითონ მითხრა, ბოლოს რო ვნახე, მის მერე ვცდილობდი. ძალიან ბევრს ვცდილობდი. პირველი დაბადების დღეზე საჩუქარი გავუგზავნე აქედან. ბოლოს შეხვედრა იყო ესეთი, რამაც მიმიყვანა იქამდე, რომ მე ჩემ შვილთან კონტაქტი აღარ ამაქვს. აღარ გურეკავ შეგნებულად. ჩემი მამიკო იყო და დედიკო უკვე ასაკში იყვნენ და უბრალოდ ძალიან უნდოდათ, მით უმეტეს ყველამ რო იცოდა, რომ მამა ჩემის გავსი იყო, რომ გვენახა. ენახა და დაურეკე და ესეთი რამე მითხრა. რამდენჯერაც დამირეკავო, ვიძახიო, რომ ამ ხალხს მოდი აღარ ვნახავო. მაგრამ რომ მირეკავო, მაინც გამოურბივარ. და მეთქვა, ეგ არის შვილო, დედაშვილი, აი ჭიპლარი ფასონად კი არ არის, მე ვთქვა. და ერთადერთი რამე მაქვს სათხოვარი, მე ვთქვა, არ გინდივარ, კარგი მექი, მოგინდივარ. მაგასაც ვერ ვიგებ, რატო არ გინდივარ, მაგრამ ერთადერთი ის მაინტერესებს მე, იმას გთხოვ, აგერ დაგიჩოფებ მეთქი. და გთხოვ, სიკვდილის მეშინია მეთქი. და ზოგიო სიცოცხლეში ვაკვდებაო და მე ვკვდები ყოველ წამს უშენოთ მეთქი და ვიციო. სანამ დედაჩემი და მამაჩემი მე ვთქვი გარდაიცვლებიან, ძალიან მეშინია მე. არ გინდა სახში მოსვლა, არ გინდა ჩემთან ურთიერთობა. სადმე მე ვთქვი ფინჯანი ჩაიზე მე ვთქვი, იქნებ სადმე შეხვდა მეთქი და ასეთი რამე მითხრა. მე ვინ ვარ თქვენთვისო? თუ არავინ არ ახარ შვილო, მე ვთქვი გენეტიკის ტესტზე უკვე გქონდა ხო ხვდები, ანუ რატო იკავებ თავს? არაო, მე კი ვარ თქვენთვის ყველაფერიო, მაგრამ თქვენ ჩემთვის არავინ არ ახართ. მადლობა რომ გამაჩინეო. მადლობა რომ სიცოცხლე მაჩუქეო. მადლობა რომ ქვეყანას მომავლინეო, მაგრამ აღარასოდეს აღარ გამოჩნდიან ჩემს ცხოვრებაში. მე ვთქვი შვილო, მე მართლა წავალ. და ეს შემომხედა და ჩაიცინა. მე ვთქვი რომ მე თუ გეუბნები მოვედი, თუ გეტყვი წავედი. მე ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ შენ არ გიწყინო, ძალიან ბევრ ამას გიფრთხილდები. წადიო, მინდა რომ წახვიდეო. მე შენთვის მკვდარი ვარ. და იქ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. მე მიმართავე ხა ჩემს შვილს. მამა ამასობაში მამა გახდა. შეიძინა ქალიშვილი. შეგნებულად არ ვკითხულობ მის არაფერს, არ ვეკონტაქტები. იმიტომ რომ არ მინდა რომ გავაღიზიანო და მეც ესე ვთქვათ ჩემთვის ვიკლავ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ვარ დედა. და მისი გაღიზიანება და მისი ტკივილი არ მინდა. მაგრამ შვილო, კიდევ გეტყვი. დედამ გედაცვალოს.
ხო მამა ხარ შენ ეხლა და გორებაში დავუშვი ის ყურება რაც ყურებაც მე გავიარე შენი შვილი ვინმემრო უბრალოდ თმა რომ მოაწიწნოს რომ გორჭვაზე დადგები და მე ამდენი სტრესის მერე ყველა დოკუმენტაცია ხელში მაქვს კარგად იცი სასაფლაოა ყველაფერი არსებობს უბრალოდ მითხარი რატომ უარყო მე შენ არასოდეს არ დაგირეკა არასოდეს არ შეგაწუხებ განავითო რომ არ მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ ძალიან მენატრები ძალიან მაგრამ არ მინდა რომ გაწყინო ისევ შედარგა გაგიზიანო მაგიტა შენ იმიტომ გაგაჩინე რომ მე დედოფა ვიქტორია მადლობა უფასრო შეცოცხალი ბოლოს მაინც დამსვი თამუნასთან ამდენი ხნის მერე სხვანაირად მე ვერ ვისაუბრე ეს ჩემი დუმილიც იმიტოა თოდეს მე მოხვალ შენ სახლში გელოდებით რა თქმა უნდა მეგონა პაპა აღარ არიან მაგრამ ჩვენ გელოდებით თუ არა და ჩვენ შენთან არ ვიყავ ისევ შესკა კეთი მის ამ ყან მშობლებს ხომ არ ეტყოდი რამეს შემხვდნენ მე არ ვიმალები მე სოფელშიც ჩავაკითხე მე ყველგან მისნაკსავებშიც დავრეკე უბრალოდ მე არასოდეს მithოვია იმას როგორ ვეწყოდი წადექი და წამოდი მეთქი პირიქით ერთ ოჯახად ვიცხოვრებდით მე ესე მეგონა მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრი სიბინძურე ჩაუდეს ტვინში და ეს არ არის შვილის სიყვარული ადამიანს როცა შვილი უყარს ყოველთვის უკან იხევს იმის გამო რომ შვილს არ ეწყინოს ყოველ შემთხვევაში მე ესე ნოცვებში ყოველთვის იხსენიებ რა თქმა უნდა მაპატიეთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა კეთი საუბრისთვის და ისტორიის გაზიარებისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ დრო ჭირდება თქვენ შვილს მეტი არაფერი დრო მიეცი მე თქვენ მესმის რომ თქვენთვის ეს 23 წელი არის მთელი ცხოვრება მაგრამ მას ჭირდება გაანალიზება ცოტა დაფიქრება ცოტა დრო და აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ უბრალოდ დრო მიეცით იყოს ნება უფლისა თავარია ვიყავენ თავარია ცოცხალია თავარია მამა ჩემი სოხეული თელავის ქუჩებში დააბიჯებს თავარი ეგ არის ჩემთვის დედამ გეძალო შვილო ძალიან მიყვარს მადლობა კეთი საუბრისთვის მადლობა გაგემშვიდობებით თქვენ მადლობა ყურადღებისთვის